ზოგ გამოშვებას. ბექა კრიმინალი არ არის კამპანია, რომელიც კონკრეტული შედეგით დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, თუ პირს მარიხუანა მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის აღმოაჩნდა, თავისუფლება არ უნდა აღუკვეთონ. ამერიდან დეპუტატებმა ალტერნატიულ სანქციაზე უნდა იმსჯელონ. კანონმდებლებმა ისიც უნდა განსაზღვრონ, რა რაოდენობის შეიძლება ჩაითვალოს პირადი მოხმარებისთვის და რა რაოდენობის კომერციული მიზნებისთვის. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასამართლოს მარიხუანას მოხმარებაზე არ უმსჯელია, რაც ჯერ კიდევ ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება. ნათი ორულაშვილი მუშაობდა დღეს თემაზე. მადლობას ვუხდით ყველა ადამიანს, ვინც გვერდით მედგა, ვინც იაზრებდა, რომ ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა. ბექა წიქარიშვილს მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის ციხეში აღარ ჩასვამენ. კანონის ნორმა, რომლითაც მას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ გადადგმული ნარკოპოლიტიკის გაჯანსაღებისთვის. ციხე არ არის გამოსავალი, თუნდაც ის ფაქტორი, რომ მე შინია 7 წლით არ ჩავჯდე ციხეში, ეს არ ცვლის მომხმარებლის დამოკიდებულებას ნარკოტიკის მიმართ, ნივთიერების მიმართ. შესაბამისად დრო არის, რომ ვიფიქროთ უფრო სხვა მიმართულებებზე. ვიფიქროთ საგანმანათლებლო მიმართულებებზე, ვიფიქროთ ჯანდაცვის მიმართულებებზე. უშინდელ დღემდე მარიხუანას შეძენა და შენახვა 5-დან 8 წლამდე პატიმრობით ისჯებოდა. გურამ იმნაძე, რომელიც სასამართლოში ბექა წიქარიშვილის ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ დეპუტატებს ახლა ალტერნატიულ ადეკვატურ სანქციაზე მოუწევთ მსჯელობა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას ზოგადად ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად და მათ შორის კონკრეტული ასაკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც დღემდე კიდევ გვაქვს. მოუწევთ მსჯელობა, რომ აღნიშნული ქმედებისთვის გაითვალისწინონ სხვა ტიპის სასჯელი, იქნება ეს ჯარიმა, საზოგადოებრივი სასარგებლო შრომა და ასე შემდეგ. რთული სათქმელია, რამდენი მოქალაქე იხდის დღეს საპატიმრო სასჯელს ანალოგიური ბრალდებით, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ყველას, ვისაც ეს ქმედება თავისუფლების დაკარგვა დაუჯდა, შეუძლია საქმის გადახედვა მოითხოვოს. თუ არის რაღაცა ოდენობა, რომელიც გონივრულად ივარაუდება, რომ შენ მას ეს გინდა სარეალიზაციოდ, მაშინ უკვე შეიძლება ეს აღარ ჩაითვალოს პირადი მოხმარების მიზნით ქონად და შესაბამისად დაეკისროს პირს თავისუფლების აღკვეთა. თუ პირს 70 გრამამდე მარიხუანა უპოვა სამართალდამცავ ორგანოებმა, სასამართლო მას სასჯელად ვეღარ დააკისრებს ამიერიდან თავისუფლების აღკვეთას. ბექა წიქარიშვილი 2013 წლის ივნისში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ბექა კრიმინალი არ არის კამპანია ამ სახელწოდებით ინტერნეტში დაიწყო და ქუჩაში გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები რამდენჯერმე შეიკრიბნენ და ნარკოპოლიტიკის დახვეწა მოითხოვეს. ეს არ არის თავისუფლება! საკონსტიტუციო სასამართლოს უშუალოდ მარიხუანას მოხმარებაზე არ უმსჯელია და ეს ქმედება დღესაც თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თუმცა პარლამენტი უახლოეს სასესიო კვირაში განიხილავს გოგა ხაჩიძის კანონპროექტს, რომლითაც დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში მარიხუანას მოხმარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა არა მხოლოდ პირველ ჯერზე, არამედ ამ ქმედების გამეორების შემთხვევაშიც.